მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება წერილს მომავლიდან. დღეიდან 5 წლის შემდეგ რისი თქმა სურს სამყაროს რომ იცოდეთ. ან რის შესახებ სურს რომ გაგაფრთხილოთ. ნახოთ ამ დასდით უშუალოდ წერილის შინაარსი, რაც შეიძლება ეხებოდეს ეს წერილი მომავლიდან. დღეიდან 5 წლის განმავლობაში ვსაუბრობ ამას. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 2 ვარიანტი. ვარიანტი პირველი, რა იქნება თქვენი წერილის თემატიკა და ვარიანტი მეორე, რა იქნება თქვენი წერილის თემატიკა. კაცრავად. ეხლა ვნახოთ ამ წერილის შინაარსი, რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. ნახოთ, ვარიანტი პირველი, წერილის შინაარსი და ვარიანტი მეორე, წერილის შინაარსი. აი ესე. საინტერესოა და ესეთი თითო არკანიანი რჩევა ვკითხოთ ასევე სამყაროს თითოეული ვარიანტისთვის და ამოვიღოთ თითოეული ვარიანტისთვის თქვენი აფირმაცია. რჩევა პირველი ვარიანტისთვის წერილის შინაარსთან დაკავშირებით, რჩევა მეორე ვარიანტისთვის წერილის შინაარსთან დაკავშირებით და აქვე ვნახოთ აფირმაცია, რაც უნდა გაითვალისწინოთ. ნახოთ ახლა რისი თქმა სურს დღეს სამყაროს ჩვენთვის და თქვენთვის უშუალოდ, ჩემო ძვირფასებო. დააკვირდით ვარიანტებს, ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, მოდუნდით, არაფერზე არ იფიქროთ და ისე აირჩიეთ ვარიანტები. ვინც ვერ მოასწარით თავისთავად ცხადე, შეგიძლიათ დააპაუზოთ და როცა აირჩიეთ მერე განაგრძოთ ყურება, მე კი უკვე გადავალ პირველი ვარიანტის საკითხის განხილვაზე. ნახოთ პირველი ვარიანტი, რას ეხება საკითხი, რის შესახებაც სურს სამყაროს რომ წერილი მოგწეროთ. და როგორი საინტერესო საკითხია აქ, სამიანი ხმლები. სამიანი ხმლები, აქ წერილი, აქ თემატიკა დიდი ალბათობით ეხება ჩემო ძვირფასებო თქვენს შიშებს, თქვენს ტკივილებს, თქვენს იზოლაციას ან სურვილს რომ იზოლირდეთ. იმიტომ რომ წერილის შინაარსი სათაური შეიძლება ითქვას არის ესეც გაივლის. აი ეს არის. ამის უნდა გჯეროდეთ რომ აუცილებლად გაივლის ყველა რთული მომენტი, რასაც გადიხართ ცხოვრებაში და აუცილებლად დადგება უკეთესი, ბედნიერი და ნათელი დღეები. ამის უნდა გჯეროდეთ. შინაარსი, აი თქვენ, ნახეთ, ეს არის საპირისპირო მნიშვნელობების დასტა, თქვენს შემთხვევაში ეს არკანი ამოვიდა აი ამ მნიშვნელობით, ანუ ხელგაშლილი ნდობაში უნდა იყოთ სამყაროსთან და უნდა გჯეროდეთ რომ ტკივილი რომელშიც ახლა ხართ, სევდა რომელსაც ახლა განიცდით, აუცილებლად გაივლის და ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. სათაურს მე ასე დავარქმევდი თქვენს წერილს, ესეც გაივლის. ახლა ვნახოთ შინაარსი. რას ეხება კონკრეტულად, რისი თქმა სურს ხო სამყაროს. კი ბატონო, ნახეთ,
5-იანი პენტაკლები მოვიდა აქ, მოვიდა კვერთხების ტუზი, ნახეთ რა ლამაზი დასტამ აქ და მოვიდა არკანი მაგი. მეტი რა გითხრათ, ჩემო კარგებო, ვინც დიდი ხანია უკვე მიყურებთ, პრინციპში იცით მეტნაკლებად არკანების შინაარსი, მაგრამ ნახეთ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. მე გითხარით, რომ ესეც გაივლის და აუცილებლად გაივლის ეს ტრამვა. აუცილებლად გაივლის ის სირთულე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საკითხებს, რომელიც ან არის უფრო მეტად მატერიალური და რა დონეზე მატერიალური იცით, შეიძლება თქვენ ვერ გიღებენ სოციუმში, სათანადოდ ვერ გიღებენ ოჯახში. აი რაღაცა ესეთი მთლიანობის დარღვევა, მარტოსულობა, გარიყულობა, აი ეს განცდა, რომელიც თქვენ ახლა თან გსდევთ, პირველი ვარიანტი, აუცილებლად გაივლის და გაივლის თან იმდენად კარგად, რომ საკუთარ თავში დაიბრუნებთ თვითრწმენას, დაიბრუნებთ და აღიდგენთ ძალებს, აღიდგენთ, მე გითხარით, რომ გაზაფხული აუცილებლად მოვათქო და ნახეთ აქ კვერთხების ტუზის არკანზე როგორი აყვავებული ბუჩქია თქვენს ხელში. ეს აუცილებლად დადგება ეს დრო, ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო და ამის მინდა რომ გჯეროდეთ. თქვენში არის არაჩვეულებრივად დიდი ენერგია, არაჩვეულებრივად დიდი ძალა. უბრალოდ მაგის ენერგიის მქონე ადამიანები, როგორიც არის ჩემი პირველი ვარიანტი, ხომ ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავში დაურწმუნებლობას განიცდიან იმას, რომ არ ჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ან სჭირდებათ მუდმივად გარედან ვიღაცა, რომ ეს უთხრას გააგონოს, ხომ? თქვენ შემთხვევაში ეს ახლა დეფიციტია, ეს მხარდაჭერა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან გაკლიათ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ დადგება დრო, როცა თქვენ გაიგებთ ყველას და ყველაფრის ხმას თქვენ გარშემო, ყველა და ყველაფერი გაგესაუბრებათ და მოგცემთ იმ საჭირო სიტყვებს, თანადგომას, რესურსებს, რაც იმ მომენტში საკუთარი ძალების ბალანსისთვის თქვენ დაგჭირდება და დღეიდან 5 წლის განმავლობაში ეს ნამდვილად მოხდება. ეხლა ვნახოთ რჩევის სახით, რისი თქმა სურს პირველი ვარიანტისთვის სამყაროს. ნახეთ რა საოცარია. არკანი ზომიერება მოვიდა. არკანი ზომიერება, ნუ აჩქარდებით, ნუ ეცდებით, რომ ვადაზე ადრე რაღაცეები, ასე რომ ვთქვათ, მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ან ნუ ეცდებით იმ ტკივილისგან გაქცევას, რაშიც ახლა ხართ. ზოგადად ეს არკანი მიუთითებს ძალიან დიდ სიბრძნეზე და მაგის ენერგიაც არის არაჩვეულებრივად ბრძენი ადამიანების ენერგია, მაგრამ აი ხო გეუბნებით, მაგის ენერგიას სჭირდება გარედან მხარდაჭერა ხშირ შემთხვევაში. თქვენს შემთხვევაში სამყარო რჩევის სახით გაძლევთ იმას, რომ იცხოვრეთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეიძლება ტკივილიანი გზა, მიუხედავად ეს არის გარიყულობის გზა, მარტოსულობის და ასე შემდეგ და ეს კომფორტის ზონა ნამდვილად არ არის, დადგება დრო, როდესაც თქვენ ისწავლით თქვენი ემოციების მართვას, თქვენი ცხოვრების მართვის სადავეებს, თქვენ თვითონ აიღებთ ხელში და ეს აუცილებლად მოხდება იმ ზომიერებით, იმ სამყაროსთან გამოცხადებული უპირობო ნდობით, რა ნდობასაც თქვენ დროთა განმავლობაში თქვენ და უნებურად გამოიმუშავებთ და მიხვდებით, რომ სამყაროსთან კი არ უნდა იომო, არამედ უნდა იმეგობრო. ეხლა ვნახოთ აფირმაციის სახით რა არის. ნახეთ, წარმატება არის ჩემი არჩევანი და ის მუდმივად ჩემთან არის. თქვენ ვერავინ ვერ წაგართმევთ
თქვენს გამოცდილებას, ვერავინ ვერ წაგართმევთ თქვენს უნარებს, ვერავინ ვერ წაგართმევთ თქვენს ქარიზმას. ერთადერთი ვისაც შეუძლია რომ ეს თქვენ წაგართვათ, ხართ ისევ საკუთარი თავი თუ დაივიწყებთ ვინ ხართ. ამიტომ შემოკარგებო, არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ვინ ხართ, გახსოვდეთ საიდან მოდიხართ და საით მიდიხართ, ესეც გახსოვდეთ და ისიც გახსოვდეთ, რომ რელიეფი ყოველთვის სწორი არ არის და ვერ არის. ხანდახან საჭიროა გამოწვევები იმისათვის, რომ გავძლიერდეთ, იმისათვის, რომ უფრო დიდი აღმართებისკენ ავიღოთ გეზი და შესაბამისად თუ არ გვეყოფა ენერგია, თუ არ გვეყოფა ნავარჯიშების სხეული, ხო? ვერ ავალთ ფიზიკურად მწვერვალებს. ამიტომ დაისახეთ მიზანი, იარეთ ნელა, ნუ შეგეშინდებათ თქვენი შიშების, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავში გაორების, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მადლობა პირველი ვარიანტი რომ იყავით ჩემთან ერთად. დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა თქვენთან ეს გაშლა, რამდენად მიიღეთ პასუხები შეკითხვაზე და თავისთავად ცხადია, არ დაგავიწყეთ გვერდის მოწონება და კომენტარება და გაზიარება. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი რას ეხება თქვენი წერილი მომავლიდან. მეორე ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში წერილი მომავლიდან ეხება საკითხებს, რომელსაც ახლა თქვენ ებღაუჭებით, რომელსაც ახლა თქვენ არ უშვებთ თქვენი სივრციდან, რომელსაც აკავებთ ყველანაირი ძალით, შესაძლებლობით თუ რაც კი რამე შეგიძლიათ რომ მოკლედ გააკეთოთ, ყველანაირად ებღაუჭებით ამ პროცესებს. წერილი მომავლიდან არის ის, რომ თემატიკა, რასაც ეხება, მოკლედ არის ის, რომ რაღაცეები რომ განახლდეს, რაღაცეები რომ შეიცვალოს, ამისათვის ადგილები უნდა გათავისუფლდეს. აი ესეთი სიტუაცია, ანუ რაღაცეები უნდა გაუშვათ იმისათვის, რომ თქვენ სივრცეში შემოვიდეს სიახლეები. ნახოთ შინაარსი რა არის ამ წერილის. ნახეთ 6-იანი კვერთხები, მოვიდა აქ, მოვიდა 4-იანი თასები და მოვიდა 6-იანი პენტაკლები. რას არ უშვებთ თქვენ თქვენი ცხოვრებიდან მეორე ვარიანტი და არ უშვებთ იცით რა, თითქოს მიილტვით იქითკენ ილუზიურად წარმოსახვით, ოცნებით, რაც აი წარმოსახვაში თქვენ შექმენით და ამ წარმოსახვაში თითქოს რაღაცნაირად არ უსმენთ, არც საკუთარ თავს, არც სამყაროსეულ მინიშნებებს არ უსმენთ. ნახეთ რა საოცარი 3 არკანი დაალაგდა აქ. ანუ ყველა გაძლევთ ამ მინიშნებას, რომ აგერ არის აიღეთ, მიიღეთ, გამოიყენეთ, ხო? მაგრამ თქვენ რატომღაც თითქოს არ უსმენთ და მისტირით ან წარსულს, ან იცით რას მისტირით? აქ მე წარსულის ის არა მაქვს, უფრო მაქვს რაღაცა ილუზიური მიზანი, რომელიც აიკვიატეთ, რომელიც აი ესე რატომღაც ჩაიფიქრეთ, რომ უნდა შეასრულოთ, უნდა გამოგივიდეთ და ამ მიზნის გარეშე მოკლედ თუ არ გამოვა თქვენი ცხოვრება, შეიძლება აზრს კარგავს და ესე გაქვთ წარმოდგენილი, ხო? აი ამ ვერ ირგებთ პროცესს საერთოდ სრულად და ვერ იღებთ, რაც მთავარია, იმ კეთილდღეობებს, რაცაც სამყარო მუდმივად გიგზავნით, მაგრამ თქვენ არ ამჩნევთ. სამწუხაროდ, აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, წერილი მომავლიდან და შინაარსი ამ წერილის მეორე ვარიანტისთვის არის ის, რომ რაღაცები უნდა გაუშვათ. რაღაცები შეიძლება რომ არ გამოგივიდეთ, რაღაცები უბრალოდ
სამყაროში თქვენთვის არ არის. მარტივია ეს ჩვეულებრივად რაღაცეები არის, რასაც დაუშვათ სხვები აიღებენ და თქვენ ვერ აიღებთ. ან სხვებს გამოუვათ და თქვენ არ გამოგივათ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სხვაზე ან მეტი ხართ, ან ნაკლები ხართ. ეს არანაირად არ განაპირობებს თქვენი პიროვნების არსს. თქვენ ხართ ის, ვინც ხართ. გამოვა ის რაღაც თუ არ გამოვა, ხო? აი, დაახლოებით როგორ ვარიანტში ხართ, იცით, მეორე ვარიანტი. ბავშვი სკოლაში რომ მიიღებს 2-იანს და სახლში რომ უჯავდებიან, 5-იანს რომ მიიღებს და ეფერებიან და ბოლოს ეს იმდენად ყალიბდება ბავშვის ფსიქიკაში, რომ გამოდის საკუთარი თავის ტყვე, რომ სანამ 5-იანს არ მიიღებს, თუ სულ 5-იანს არ მიიღებს, ის მოფერების ღირსი არ არის, ის წყალობის ღირსი არ არის, ის მიმღებლობის ღირსი არ არის, ხო? აი, თქვენ შემთხვევაში ეს არის საკუთარი თავის ტყვეობა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეები არ გამოგდიოდეთ, ან მარტივად შეიძლება რაღაცები უბრალოდ თქვენთვის არ იყოს. ეს უნდა მიიღოთ, ეს არ განსაზღვრავს იმას, თუ რა პიროვნება ხართ თქვენ, რაობას პიროვნების არსს ეს არ განსაზღვრავს. ეს მინდა რომ გაიგოთ კარგად. ნახოთ რჩევის სახით მეორე ვარიანტთან. რა მოდის? აი ნახეთ, 7-იანი ხმლები. როგორ უყურებს ეს პატარა ბავშვი, როგორ მიდიან აქეთ ჯარისკაცები და მეომრები, ხო, ფარულად და ამ დროს მოპარა ხმლები ჯარისკაცებს. ანუ თქვენ იღებთ, აი იმას ვამბობ, ანუ ამ ბავშვის ეს ხმლები არ არის. თქვენ მიილტვით იმისკენ, ისწრაფვით იმისკენ, რაც ენერგეტიკულად თქვენი არ არის, ჩემო ძვირფასებო და სწორედ ამიტომაც ხართ ჭიდილში, მუდმივად ხართ დაძაბულობაში, მუდმივად ხართ სტრესში, მუდმივად ვერ იღებთ ბედნიერებას იმ მიღწეულის გამო, იმიტომ რომ არ არის ეს თქვენი ენერგეტიკულად, რასაც ებღაუჭებით და არ უშვებთ. ნახოთ რჩევის სახით. რა საინტერესოა, ნახეთ. აფირმაცია რა მოვიდა. გავგიჟდები ხა. ჩემი მონდომება და ძალისხმევა ყოველთვის შედეგიანია და მე ამას ვაცნობიერებ. ნახეთ როგორი სიტუაციაა. წერილი მომავლიდან არის ის, რომ თქვენ შეძლოთ გადააფასოთ თქვენი ჭეშმარიტი ნამდვილი ღირებულებები და იაროთ იმ მიზნისკენ, რა მიზანიც ნამდვილად არის თქვენი. ამ შემთხვევაში თქვენი მონდობებაც, თქვენი ძალისხმევაც, თქვენი ჩადებული ენერგიაც, თქვენი ჩადებული რესურსიც ყოველთვის იქნება მიზნობრივი, ყოველთვის იქნება ისეთი, რომ მოგცემთ სათანადო უკუგებას, სათანადო რეზონანსს მოგცემთ და თქვენ აუცილებლად თავს იგრძნობთ ბედნიერად. მეორე ვარიანტისთვის წერილი მომავლიდან მე მგონი ახლა ის დროა, რომ დაფიქრდეთ, რა არის ჭეშმარიტად თქვენი და რა არ არის. რა მოგახვიეს, ასე რომ ვთქვათ, თავს და საკუთარი თავისთვის დაიწყოთ ბრძოლა, საკუთარი თავისთვის დაიწყოთ მიზნების, ოცნებების ასრულება. ეს არამცდარავს არ ნიშნავს გაეგოისტებას, არავითარ შემთხვევაში. ეს ნიშნავს უბრალოდ საკუთარი პატარა ბავშვის ნელ-ნელა და ეტაპობრივად გახარებას. და მისთვის იმ მცირეოდენი ბედნიერების ულუფების მინიჭებას, რაც თუნდაც შეიძლება გაკლდათ ბავშვობაში. მაგრამ ეხლა გახსოვდეთ, რომ თქვენ დიდი ხართ, თქვენში არსებული პატარა ბავშვი თქვენთან არის, არსად წასულა და პასუხისმგებლობა მასზე გეკისრებათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, რომ იყავით ჩემთან ერთად. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს გაშლა. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა საკითხი თქვენთვის და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ Facebook გვერდი, შესაბამისი ზუსტად იდენტური დასახელების Facebook გვერდი და როდესაც ავალთ 1000 გამომწერზე, გავაკეთებ ჯგუფს, სადაც ყოველკვირეულად უკაცრავად თქვენთვის დავდებ
ტარო პროგნოზებს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩემთან ერთად და დროებით.